მოგესალმებით. დღეიდან ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ გორის მე-9 საჯარო სკოლა იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას, სახელწოდებით მე-9 პოდკასტი. პოდკასტი არის აუდიო ფორმატის ჩანაწერები, სადაც წამყვანები ხშირ შემთხვევაში მოწვეულ სტუმართან ერთად განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს. პოდკასტი შესაძლებელია 20 წუთიდან 1 საათამდე გაგრძელდეს. ვინაიდან სკოლა საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ჩვენი სურვილია ჩვენს თანატოლებს ვესაუბროთ განსხვავებული ფორმატით, სხვადასხვა საგანმანათლებლო საკითხების შესახებ. ხოლო რაც შეეხება პოდკასტის თემატიკას, ამ კუთხით არ არსებობს არანაირი შეზღუდვა ეთიკის ყველანაირი ნორმის დაცვით. საინტერესო აქტუალურ თემებზე მოვუსმენთ მათ პრობლემებს და რა თქმა უნდა სპეციალისტების რჩევებს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. მე-9 პოდკასტის პირველ ეპიზოდს წარმოვიწყებით მე ელიზა ზურაბაშვილი და ჩემი მეგობარი მარიამ წულუკიძე. პროექტის ფარგლებში ჩაწერილი პოდკასტების ნახვა ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება საჯარო ჩვენი Facebook არხის და YouTube გორდის საშუალებით. გვიყურეთ ონლაინ და შეგვაფასეთ. დღეს 18 აპრილია. ქართული ენის დედაენის დღე და ჩვენი პირველი ეპიზოდით სწორედ ამ დღისთვის გვინდოდა რომ მიგვეწყნა. მაშასე რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს და ამ დღის აღნიშვნა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის. ამ დღეზე უფრო ღრმად სასაუბროდ მოვიწვიეთ ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი მარინე გასტაშვილი, რომელიც ამ მოვლენების მომსწრე და მონაწილე გახლდათ. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, გვიხარია რომ სწორედ მე და მარიამს მოგვეცა შანსი თქვენთან გასაუბრების თან ისეთ საინტერესო თემაზე, როგორც ჩვენი უძველესი, უმდიდრესი და ულამაზესი ქართული ენა. ვიცით რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების მიხედვით დააწესდა. და მაინც რა მოხდა 1978 წელს? როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რამ განაპირობა მოვლენების ასეთი განვითარება? პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მომიწვიეთ და თან პირველი გადაცემა ჩემთან ინტერვიუთი იწყება. მე 1978 წლის აპრილში უკვე დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, მაგრამ უნივერსიტეტი იყო ზუსტად ის ადგილი, საიდანაც დაიწყო სახალხო პროტესტი და შეუძლებელი იყო არა მარტო უნივერსიტეტელი, არამედ ნებისმიერი მოქალაქე თბილისისა, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, მის ენაზე, ენის სახელმწიფოებრივ ფუნქციაზე გულგრილი დარჩენილიყო და აი ჩემი ახალგაზრდობიდან ერთ-ერთი ყველაზე წარუშლელი და ღრმა შთაბეჭდილება ზუსტად იმ დღეებმა დატოვა. ეს იყო მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის რეჟიმის ეპოქა, კომუნიზმის პერიოდი, როდესაც იდეოლოგია ისე მიდიოდა, რომ ეროვნების ტრადიციის თანდათან გაუფერულებისა და გაქრობის ტენდენციას გულისხმობდა თავის თავში და როდესაც მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის მსგავსი თვით ავადსახსენებელ 37 წელსაც კი არ მიუღიათ, იქ იყო ასეთი მუხლი, რომ სახელმწიფო ენა, რომელიც ყველა რესპუბლიკისათვის, რა თქმა უნდა, აქედან 15 და მე-16 თავად რუსეთი გახდათ, უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, თავისი მშობლიური ენა, მაგრამ აქ იყო ისეთი რაღაცა ჩუმი შეპარებული რედაქტირება მუხლისა, რომ სახელმწიფო ენად ფაქტობრივად ითვლებოდა რუსული, რადგან წერა რუსული და სხვა ენები. ამაზე დაიწყო საუბარი, რა თქმა უნდა, ეს ხალხისთვის გახდა ცნობილი სწორედ იმიტომ, რომ უნივერსიტეტიდან წამოვიდა ეს ამბავი და აი ერთ-ერთი, რომელიც მე განსაკუთრებულად შთამბეჭდავად მახსოვს და ჩემი ახალგაზრდობის მეხსიერებას ალბათ არც ჩამოშორდება არასდროს, იყო ბატონი აკაკი ბაქრაძე, რომელიც პირდაპირ შეეკამათა ედუარდ შევარდნაძეს. ეს იყო იმ ეპოქისთვის უპრეცედენტო ამბავი. მაგრამ აი თვითონ განხილვა, რომ ეს მუხლი დამტკიცებულიყო, სწორედ უნდა 14 აპრილს მომხდარიყო და აი აქ იყო ზუსტად უნივერსიტეტიდან დაძრული ძალიან დიდი ტალღა. რა თქმა უნდა, მანამდე იყო გასაუბრება ბავშვებთან, აუდიტორიების ჩაკეტვა, იმ პროფესორ მასწავლებლებთან, რა თქმა უნდა, გარკვეული ზეწოლის მომენტებიც იყო. ჩვენს ყურამდე მოდიოდა ის ამბავი, რომ ბატონ აკაკის შინაური პატიმრობა ჰქონდა და სახლიდან არ უშვებდნენ. ასე რომ აი ეს ამბავი ძალიან ესეთი ჭექაქუხილივით გაისმა მთელ ქალაქში. გამოიკვეთებოდა ბატონი რევას სირაძის დამოკიდებულება. იცით, ბევრი დაუდგა გვერდში ახალგაზრდობას, მაგრამ ბევრი არა. ეს ისეთი დრო იყო, რომ ცოტა რთულია აქ მტყუან მართალი იპოვო. ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო ეს კითხვის ნიშნისა და ზეწოლის ქვეშ ოჯახები იდგა და სამსახური და ძალიან ბევრი რამ და თანაც თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ბავშვებო ამ ეპოქაში
ასეთი რაოდენობის ხალხის გამოსვლა. ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ასეთი რამ არ მომხდარა. აი მაშინ ედუარდ შევარდნაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, მაშინ მინისტრთა საბჭოს შენობა ერქვა ხოლმე. შევარდნაძე იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი და გამოვიდა და მიმართა ახალგაზრდებს, რომ შვილებო, რასაკეთებთო, გაგახსენებთ 56 წლის 9 მარტსო, მაშინ ხალხი დახოცეს. და იცით როგორი გამბედავი შეძახილები იყო, ჩვენ არა ვართ შენი შვილები, ეძახდნენ ახალგაზრდები. იცით ეს ის დრო იყო, როდესაც აქ მხარში დგომა ევროპის და ამერიკის ეს გამორიცხული იყო, იცით, თვითონ პროპაგანდის საშუალებებზე წვდომაც კი პრობლემა იყო და აი დიდი გამბედაობა გამოიჩინეს ახალგაზრდებმა უნივერსიტეტელებმა შეუერთდა ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, სკოლებიდანაც კი ბავშვები ჩაკეტილი კარიდან, ფანჯრებიდან ხდებოდნენ და მიდიოდნენ და თანაც გამოყვანილი იყო ჯარი. მაშინ ყველაზე საშიში და ესეთი მძიმე ამბავი გაჟღერდებოდა ხოლმე მერვე პოლკია, ესე ვიცოდით, რომ იქ პარალელურ ქუჩაზე ეს იყო სპეცდანაყოფი, სპეცდანაყოფები ყოველთვის ყავდათ, მაგრამ ყოველთვის გასაიდუმლოებული არ იყო. დღეს მეტი რამ ვიცით და მაშინ ეს ყველაფერი ჩვენთვის არ იყო ცნობილი და დიდი რისკი იყო. ნუ ყველა ალბათ აცნობიერებდა ამ რისკს, მაგრამ მართლა საფრთხე მოსალოდნელი იყო და აი როდესაც შევარდნაძე გამოვიდა სიტყვით და გამოაცხადა, რომ ჩვენ როგორც ამხელა მასას ხალხისას არ მოელოდნენ ჩანს. აი სხვადასხვა რაოდენობა ქვეყნდებოდა, იმიტომ რომ თამრიკო ჩხეიძემ მოახერხა, რომ დაერეკა საელჩოში მოსკოვში და ამერიკის ისეთმა ჟურნალ-გაზეთებმა, როგორიც არის New York Times-ი, გააშუქა ეს მოვლენები. იცით, ეს იმ დროისთვის რაღაცა საოცრება იყო ბავშვებო. იმიტომ რომ აქ ჟურნალისტის უცხოელის ჩამოსვლაც კი არა. მან ისიც მოახერხა, რომ ცნობილი დისიდენტის სახაროვის მეუღლეს გასაუბრებოდა და ის დაეხმარა ამ ინფორმაციის მიტანამდე. ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, გაიგზავნა, ძალიან დიდი თავგანწირვა იყო ახალგაზრდების მხრიდან და არ გაგრძელდა საბედნიეროდ ეს ამბავი და კატასტროფამდე და მსხვერპლამდე არ მივიდა. შევარდნაძემ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ როგორც გვინდოდაო, ისე გადაწყდა და ქართული ენა დარჩება სახელმწიფო ენად. შემდეგ მოითხოვა იქ შეკერებილმა საზოგადოებამ, სავარაუდოდ 100,000-ზე მეტი კაცი იყო იქ, რომ ხმოვანი რაღაც გამაძლიერებელი ჩაერთოთ, რომ იქ რაც მიდიოდა სხდომაზე, გარეთ ხალხს მოესმინა და ეს გააკეთეს. და აი მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო, ხალხი დაიშალა. მაგრამ საქმე რა არის, იცით, მაშინ უშიშროების სამსახური KGB-ს ვეძახდით ხოლმე. აქტიურად იყო ამ ამბავში ჩართული და აი თუ რამე მასალა არსებობდა, ვიდეო, ფოტო, თითქმის ყველაფერი განადგურდა. ამისი გავრცელება და გახმოვანებაც კი არ სურდათ, ყველაფერი იმალებოდა ის პერიოდია, როდესაც თლათ 37 წელიც არ არის, მაგრამ არც თავისუფალი სიტყვის გზის მიცემა იყო მათთვის მიზანშეწონილი და აი ძალიან მცირე დარჩა დოკუმენტური მასალა. აი თუ ვინმე თვითონ გადაიყო, თვითონ საშუალებებიც ხო ნაკლები იყო, არა სადარსებობდა მაშინ ამდენი ტექნიკური საშუალება, რომ გაშუქებულიყო. იქ იღებდნენ ოპერატორები, რეჟისორები, რომლებიც დააპატიმრეს მერე. 5 წელი ქონდა მაგალითად ერთ-ერთს მიჟილი, რომელმაც აი ეს კადრები ასახა და ამას ვიგებდით აი ესე ჭორის დონეზე, იმიტომ რომ ეს იყო დამალული, აი დღეს ხდება ნათელი, როდესაც ისინი უკვე თავისუფლად იგონებენ ამას. თვითონ თამრიკო ჩხეიძემ, რომელმაც პირდაპირ თავი გაწირა, იმიტომ რომ ის იყო ძალიან ცნობილი რეჟისორის ქალიშვილი და ფაქტობრივად ოჯახური კონფლიქტი წარმოიშვა მამაშვილს შორის. ასე რომ ეს იყო ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და თან სასიხარულო დღე, რომელმაც შედეგი გამოიღო და ამ შედეგმა იცით იმოქმედა ყველა ქვეყანაზე, არა მხოლოდ საქართველოზე, მაშინვე ამას აყვა სომხეთი, ეს გამოსვლა ბათუმშიც იყო, მარტო თბილისში არ იყო. მაშინ რა თქმა უნდა 14 აპრილი
დამალეს და არანაირ დღესასწაულად არავის გამოუცხადებია. მხოლოდ 89 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც 90 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა და ეს არის ჩვენი საზეიმო დღე, ეს არის ჩვენი ენისადმი სიყვარულის გამოხატულების დღე და აი ასეთი ამბები მოხდა 78 წლის 14 აპრილს. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, აი თანამედროვე სიტუაციაში, ანუ ეხლა რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, თქვენი აზრით რა მოხდებოდა, ან ისევ იგივე ეს გავიმეორებდით როგორც ქართველები, თუ ანუ აი ეს თაობა რას იზამთრებოდა? ეს თაობა უფრო თამამია, რა თქმა უნდა და ვხედავთ ჩვენ თაობის გამბედაობას და დღეს თითქმის წარმოუდგენელია ასეთი რამ მოხდეს. რაც არ უნდა ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ენის შეზღუდვა დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ეს მაინც გვაქვს, რომ ჩვენი ენა გვაქვს, ჩვენი კონსტიტუცია გვაქვს და ვერანაირი ჩარევით და სამხედრო დაშინებით ენას ვეღარავინ წაგვართმევს, მაგრამ ასეთი რამ ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ასეთი ფაქტის წინაშე შესაძლებელია აღმოჩნდეთ, ალბათ კიდევ უფრო დიდი იქნება ჩემი აზრით წინააღმდეგობა, მაგრამ დღეს არ წარმომიდგენია, რომ ასეთი პრობლემა შეიქმნას. კიდევ ერთ კითხვა. ეს დღე რომ არ მომხდარიყო მას, როგორი გავლენა იქნებოდა ახლანდელ ხალხზე? ეს იქნებოდა კატასტროფა, რადგანაც თუ სახელმწიფო ენა თანდათან ჩანაცვლებოდა ბავშვებო, ისედაც იცით როგორ იყო, აი ჩემი მთელი ახალგაზრდობის პერიოდში, დღემდე ასე ვარ, სხვათა შორის ეთყობა ის მაინც ძველი რაღაცა ცნობიერება მოსდევს ადამიანს. აი რუსული უცხო ენად მე არ აღვიქვამ, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ვიცოდით, როგორც მშობლიური, ეს იყო ჩვეულებრივი ტენდენცია, გვასწავლიდნენ პირველი კლასიდან, ყველანაირი საინფორმაციო საშუალება თუ რამე გაინტერესებდა იყო რუსულად, ყველანაირი სახელმძღვანელო თუ რამე გჭირდებოდა შენი პროფესიული დაოსტატებისთვის იყო რუსულად და აუცილებელი იყო გწოდნოდა. იცით, ეს ჩვეულებრივად იქნებოდა. ჩვენი სახელმძღვანელოებიც კი გარდა ქართული ენის და ლიტერატურისა ითარგმნებოდა რუსულიდან. მაგალითად, მე რომ ვამთავრებდი უნივერსიტეტს, ენა გავიარეთ და სახელმწიფო გამოცდა ჩავაბარეთ ქართულ ენაში და ჩემი საკურსო ნაშრომი, რითიც დავიცავი, ჩემი ნიშანი და ეს სახელმწიფო გამოცდაზე წარვდექი იყო თარგმნილი სახელმძღვანელოს ენა და განხილული მქონდა რომელიღაცა კლასის, ერთ-ერთი კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ენა და აი დასახელებაც კი შემაძრწუნებელია, იმდენი შეცდომა იყო იქ სტილისტური და სხვადასხვა, იმიტომ რომ ის იყო სიტყვასიტყვითი თარგმანი, შინაარსზე აღარ იყო აქ ლაპარაკი და იმაზე რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის და რუსეთის ისტორიას გვასწავლიდნენ და ძალიან მცირე დოზით იყო იქ საქართველოს ისტორია, აი თვითონ ენაც კი დამახინჯებული იყო და ეს ხომ უცოდინრობით არ ხდებოდა, არა, ეს იყო მიზანმიმართული დამახინჯება ენის, კალკების შემოტანა, ბარბარიზმებით დამძიმება და ასე შემდეგ. ასე რომ აი ეს ჩვეულებრივი რამ იყო და ხა ენა რომ სახელმწიფო არ ყოფილიყო ქართული, ეს ერის გადაგვარების ერთ-ერთი მიზეზი იქნებოდა და უმძიმეს შედეგებს გამოიწვევდა. კიდევ თუ გეკითხებით მას და აი ეს დღე რომ არა, ქართული ერი ამ ჩვენს ენას მიანიჭებდა ამხელა პატივს და ამხელა სიყვარულს. იცით რა არის? ერის სიყვარული სამშობლოსადმი, ენისადმი ყოველთვის კრიზისულ სიტუაციაში გამოჩნდება ხოლმე სინამდვილეში რა არის. აი როდესაც ეგრეთ წოდებული სამწუხარო აფხაზეთის ომი დაიწყო, აი ჩვენ რატომაც გვეგონა რომ ის გმირული სული მითია და ამას მარტო ლექსებში და ლიტერატურულ ნაწარმოებებში ვხვდებით და მაშინ ჩვენ დავინახეთ რომ ეს არ იყო მითი. იმდენი მოხალისე წავიდა და საუკეთესო ახალგაზრდა ვერ დაბრუნდა იქიდან, რომ ეს არის ჩვენს გენეტიკაში. და ეს როდესაც რაღაცას გართმევენ, მაშინ იჩენს თავს და ეს რომ არ მომხდარიყო, ეს მაინც იქნებოდა. უბრალოდ აქ გამოიკვეთა ეს და წინ წამოვიდა და ჩვენ დავინახეთ და შეიძლება ეს განსაცდელი საჭიროც იყო რომ ეს დაგვენახა და საერთოდ პრობლემა და განსაცდელი ასწავლის ადამიანს ცხოვრებას და სამშობლოსთან მიმართებასაც, ენასთანაც და ყველაფერთან და ალბათ ეს უნდა გადაგვეტანა. ასეთი იყო ალბათ ღვთისნება და ამან გადაგვარჩინა ჩვენ რომ აი ეს ხასიათი გვაქვს.
მაშინ ის ახალგაზრდები ელოდნენ ამ შედეგებს თუ ანუ ისე ცდილობდნენ მაინც ანუ არა, ის ახალგაზრდები თავგანწირულები იყვნენ, არ ელოდნენ. იცით, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასე მარტივად მოხდებოდა ეს ამბავი. ნუ რა მარტივად, იცით, მანდ მოხდა ალბათ სავარაუდოდ ის, რომ გართულებას და საერთო სახალხო მღელვარებას მოერიდნენ, რადგანაც აი იმ რეჟიმის პირობებში ყველაზე დიდი პროტესტი იყო და ამას შეიძლება ახოლოდნენ სხვა რესპუბლიკებიც და საერთოდ 9 აპრილმა ეს აჩვენა, არა, ჩვენგან დაიწყო საბჭოთა კავშირის რღვევა. აი, როდესაც უკან არ დაიხიეს. აი, მაშინ დაიხიეს. ხა შევარდნაძე იჩემებდა და ნუ შეიძლება გარკვეული წელი მას მიუწვის. ხა შვილებოს კი გვეძახდა და ბაბუს ჭყალებში ეძახდნენ ხოლმე შემდეგ, მაგრამ ნუ ალბათ რაღაცა როლი ითამაშა დროულად ну პოლიტიკური ნიჭი დიპლომატიური აშკარად ქონდა ამ ადამიანს და ასე რომ ეგერთი რაღაც კარგი ამბავი მიეწერა შევარდნაძის სახელს. 1978 წლის 14 აპრილს მას თქვენ ცხოვრებაზე როგორი გავლენა ჰქონდა? აი მე მაშინ დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, მყავდა ჩემი ქალიშვილი იყო თვეების. მაგრამ ნუ ეხლა აქ ისეთი რამ იყო, იცით, შეუძლებელი იყო ეხლა ეგ თვეების კი არა, როგორც არ უნდა ყოფილიყავი, აი ასეთი ამბის მიღმა დარჩენილიყავი. ხა მე ვერ ვიტყვი, რომ მე ვიყავი რაღაც ლიდერი და აქტიური მონაწილე და იქ გოგოები დიდი ხნის გამაძლიერებლებით მანქანებზე იდგნენ და ფაქტობრივად იმ ტანკების წინ წავიდნენ, მაგრამ ну მთელი სულით და გულით რა თქმა უნდა მეც და ალბათ ყველა ის ადამიანი ვისაც თავის ქვეყანაზე და ენაზე გული შესტყივა ამას ძალიან განვიცდიდით და ჩემს მეხსიერებაში ეს დარჩა როგორც ძალიან ამაღელვებელი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ეს არასდროს დამავიწყდება და ანუ თუ არის ცნობილი ჩვენთვის ან იყო კონკრეტულად ერთი ადამიანი ვის იდეაც იყო თუ მთელმა ხალხმა გადაწყვიტა არა მან მთელი ხალხი როგორ არის იცით ხალხის ხო ამ დღის დაარსება რო ახსენეთ ეს ვერ გეტყვით მაგრამ ეს დღე იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად ამ დღის აღნიშვნაც იმ ხელისუფლებამ დააწესა ეს იყო ეროვნული ხელისუფლება ეს შემთხვევითი ადამიანები არ იყვნენ ძველი დისიდენტები იყვნენ ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა შემდეგ თამარ ჭყიძის მეუღლე იყო ის ასე რომ აი ამ ადამიანების ინიციატივა იყო მაშინდელი უზენაესი საბჭოსი ესენი იყვნენ მართლა გულანთებული ალალი მამულიშვილები სამწუხაროდ იცით როგორც დამთავრდა ამ ხელისუფლების ხვედრი ცოტა მოუმზადებლები ხელისუფლებისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზაურობისთვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავხატოთ ჩვენ სკოლას და ყველა იმ ორგანიზატორს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში და საბოლოოდ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს ჩვენ მსმენელებს, რომ გვისმენთ და დაგვითმეთ თქვენი დრო. მადლობა ნახვამდის შემდეგ ეპიზოდამდე.